ზეწოლა მოშიმშილე პატიმარზე ირკვევა, რომ სამოქალაქო აქტივისტთან ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელიც უკვე 7 დღეა შიმშილობს, ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა ადვოკატი გამყრელიძე და სთხოვა ეღიარებინა დანაშაული. ინფორმაციას 20 წლის ახალგაზრდის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. უფლებადამცველი შეხვდა დღეს ნიკა ჯავახიშვილს საპატიმროში და ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელ აღსრულების დაწესებულება. დავით კობიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ადვოკატის განცხადებას უფრო დეტალურად გაგვაცნობს. გისმენთ, დავით. წერილი გაასაჯაროვა გუჯა ავსაჯანიშვილმა ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებადამცველმა, რომელშიც მოშიმშილე პატიმარი დეტალურად აღწერს, რომ დავით გამყრელიძე, რომელიც არ არის მისი ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი, შევიდა მასთან საპატიმროში და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ აიღიარებინა ის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია და ასევე სთხოვდა, რომ სხვა ადამიანებისთვისაც, სხვა ბრალდებულებისთვისაც დაედო ხელი, თუმცა როგორც თავად წერს მოშიმშილე პატიმარი საკუთარ წერილში, ბუნებრივია ამ ადვოკატმა ეს ვერ შეძლო. ჩვენ ბუნებრივია დავუკავშირდით დავით გამყრელიძესაც და მას ვთხოვეთ განმარტება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი გუჯა ავსაჯანაშვილის მიერ. დავით გამყრელიძე ადასტურებს ფაქტს, რომ ის ნამდვილად შეხვდა ნიკოლოზ ჯავახიშვილს. შეგახსენებთ, რომ გამყრელიძე იყო ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატი და ორივე პატიმარ საპროცესო შეთანხმების მიხედვით, უბრალოდ ორივე მათგანი ბრალდებულებად დამნაშავეებად იცნენ მიმდინარე საქმეში და მათ საპროცესო შეთანხმების მიხედვით სასჯელიც შეუმცირდათ და როგორც გამყრელიძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, სწორედ ომარ ოკრიბელაშვილის თხოვნით შეხვდა ის ნიკოლოზ ჯავახიშვილს და მას არ უცდია რაიმე აღიარებითი ჩვენების დაწერა ან მოპოვება პატიმრისგან. მან უბრალოდ, როგორც ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, სხვა პატიმრების მაგალითზე ესაუბრა. ნახევარი საათის განმავლობაში არ წამუნებდა, რომ ეღიარებინა დანაშაული და სხვა ბიჭებისთვისაც ხელი დაედო. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ბატონმა ნიკამ გამომატარა თავისი ხელწერილი, სადაც აღნიშნული პირდაპირ წერია. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სხვა ბიჭების ოჯახის წევრები, კერძოდ მეუღლე დამიკავშირდა, რომელმაც განაცხადა ის, რომ ბატონ დავითს აღნიშნული მცდელობა ჰქონდა ასევე მის ოჯახის წევრთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ამის სკრინიც ჩაგდებული მაქვს და კარგი იქნება თუ გამოაქვეყნებ. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ნიკას ოჯახს ვესაუბრე, ასევე მისი საცოლე იმყოფება აქ და მან და ასევე ნიკას მამამ და ოჯახმა დაადასტურა, რომ არანაირი არც თანხმობა ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადვოკატი იქ შესულიყო და აღნიშნული არის პირდაპირ ეთიკის ნორმების დარღვევა და ადვოკატის ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სახელმწიფო უწყებები უკვე ცდილობენ ამ გზით ებრძოლონ პოლიტპატიმრებს. ითხრებენ მას, რომ მეთქი ყავს მეთქი ახლა ადვოკატი. პატრონო თუ არა ხარ, ყავს ადვოკატი, იმიტომ რომ ომარმა ეკუთხოვა, გაარკვიო რა დღეშიო, იმიტომ რომ შიმშილობდა ეს ადამიანი. როგორც აღიარებას კი არ ვთხოვდი, ოკმელაშვილის მაგალითი უცხარი აგედა რა. ისე არ მოხდეს ხო, რომ კარგად გაიაზრეს მის ყველაფერი ხო რა. რაჯობია ახლა გარეთ სიტყვაზე იყო და გარედან ადამიანმა თუ რაღაც ხლაპუშკა გაისროს ჯების ჩაარტყი ნაწილობრივ თქვა ისე დააკეთე რა ვიდეო მასალაში. მე შევასაც ვერ ვიმცეთ, მაგას რომ არა ვარ ის მასკოლია ადვოკატი. ეს თვითონ მითხრა მე საუბარში, რომ ვინ იცავს ყავს ადვოკატს. რაცა უჯაზე მითხრა, მაგრამ მე არ ვიცნობ ამ უყურეს. მომხდარს უკვე მოყვა შეფასებები რეჟიმის პატიმრების მშობლების მხრიდან. ამ პატიმრების მშობლები და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ რეჟიმი ახლა ამ ფორმით ცდილობს პატიმრებზე ზემოქმედებას, მათ გატეხვას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რადგან ვერც ერთი მათგანიდან ძალიან დიდი ნაწილისგან უпростоრად აღიარებითი ჩვენება ამ დრომდე ვერ მოიპოვა. ახლა ამ ფორმის გამოყენებით სურს, რომ პატიმრებისგან მიიღოს აღიარებითი ჩვენება და ასევე აიძულოთ მათ, რომ სხვა პირებსაც დაადო ხელი, თუმცა პატიმრის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ პატიმრები არ გატყდებიან და ამ ფორმით რეჟიმი საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს. როგორ ბედავენ ამის გაკეთებას ოჯახთან შეუთანხმებლად შედიან და ასეთ ზეწოლას აწარმოებენ პატიმრებზე. როგორ ბედავენ ამას.
იქ თქვათ ჯგუფურში, უფრო ჯგუფურზე მუშაობენ ეთყობა, რომ ერთმანეთით ჩაუშვან რაც იმაში რაც არ ყოფილა, იმ ბიჭებმა ერთმანეთი სასამართლოზე გაიცნეს, ხო, არც იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვინც რას დააწერინებენ, ვის რაზე წოლა ექნება, მე ვიღაცას აქვს შეტანილი აპირებს რომ თქვათ უჩილოს სტრასბურგის სასამართლოში ეს ძალიან გაჭირდება ამის მერე ესე იგი ძალიან კარგად მოფიქრებული ასეთი საშინელი გეგმა აქვს და მე არც აი ძალიან აღელვებული ვარ ეს უნდა ძალიან მაგრა გახმაურდეს ყველამ უნდა გაიგოს შეგახსენეთ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 20 წლის პატიმარმა მეორედ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და ის უკვე მე-7 დღეა რაც შიმშილობს. მისი ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით რეჟიმის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.